რაღაცას უყურებდი და იქ იყო რომ ჩვენ ნეგატივს უფრო ადვილად ვიზიდავთო, მოკლედ თავს მიირთმევს. ჰანიკონ, როგორ არის? ჰიჭას ერთმანეთს ბატონდანილი და ნახეთ იქ იყო რომ ნეგატივს უფრო ადვილად ვიზარდა და რატო? იმიტომ რომ ნეგატივი რა არის ახლა რა რო ვეძახეთ? დაბალ ვიბრაცია, დაბალი ვიბრაციული შეგრძნებები, ხო, როგორც არის მაგალითად წუწუდი, როგორც არის მაგალითად შიში და ასე შემდეგ. გონება მიმართული გონება წარმატებისკენ არ არის დაპროგრამებული. ეს არის რომ გადაგარჩინოთ. ამიტომ რაღაცა, აი მაგალითად რო ვარჯიშობ ხოლმე და ესე ტკივილში ჯდები და რატო? იმიტომ რომ როდესაც შენ ტკივილში სუნთქვას ასტაბილურებ და არ გაურბიხარ და რაღაც მოკლედ როდესაც იბარჯვებ საკუთარ თავზე ყველასე და ყველაფერზე თელ ცხოვრებაზე ხარ ყველაფერი შენი არის აბა რა არის ნერვიულო მიყვარი ხარ და დაცული ხარ ყველაფერზე იქნები გამარჯვებული და ამიტომ არის აუცილებელი ვარჯიშოთ არალამაზი სხეულისთვის ეს ბონუსია არამედ ბევრჯერ ვიმეორებ და კიდე ამ ვიდეოშიც ვიტყვით არამედ წარმატებისთვის და ნახეთ რა ხდება და ამიტომ გონება არის მომართული კარგი გადარჩენისთვის და რადგან გადარჩენისთვის არის მომართული იგივე ვიბრაციას და ანუ იგივე ვიბრაციაზე რაზეც არის იგივე ვიბრაციის იზიდავს უბრალოდ და მალევე იმიტომ მატერიალიზდება რომ იმიტომ რომ უკვე ამ ვიბრაციაში ხარ ნუ ეს სხეული ამ ვიბრაციაში როდესაც ამას განავითარებ და მაღალ ვიბრაციაზე გადახვალ ანუ გადარჩენიდან მოკლედ რო გადახვალ გადარჩენის რეჟიმს რო გამორთავ და რო ჩართავ შემოქმედის ღმერთის ცნობიერებაში რო გაიღვიძებ ღმერთის რეჟიმში რო გადახვალ რო ჩართავ მაშინ ზუსტად იგივე ვიბრაციის რა ვიბრაციისაც ხარ იგივე რაღაცებსაც მიზიდავ წამებში რატო ხდება რომ აი კარგი რაღაცას უნდება დრო რა ელემენტარული არის ეს დრო ჩვენთვის არის და დრო არ არსებობს და უბრალოდ იგივე ვიბრაციას იმ ვიბრაციამდე უნდა ახვიდე ნახეთ რაც არ უნდა წერო შენ ჩამოიკიდო აქ მედლები რაღაცები კრისტალები მოკლედ რაც არ უნდა რაც არ უნდა გააკეთო შენ თუ იმ ვიბრაციაზე არ ახვედი ნუ ფუჭი იქნება იმიტომ არის ბევრ ადამიანს უცნება რატო არ ხდება უცნება თავად უნდა გახდე მაგრამ წერა რაში გეხმარება ახლა შენი გონების გადაპროგრამირებაში ანუ წერო რამენაირად დაიჯერო მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება როდესაც წერ შენი გონება აი ეს არის მომართული რომ წამებში შენ ცხოვრებას გადახედავ წამებში და მაგალითად აი მაგალითად ავიღოთ როგორი რაღაც ერთადად რა გვიდა ხოლმე სიყვარული ხო ვიზიდოთ პარტნიორ და ასე შემდეგ და წერო მე ასეთი პარტნიორი რაღაცა და შენი გონება ახლა გადახედავს რომ შენ როგორ მოექცი საკუთარ თავს ანუ როგორიც ხარ იგივე პარტნიორი იქნება შიში ტრამვირებული ხარ ტრამვირებულ პარტნიორს მიზიდავ მაგრამ შენ წერო შენ კიდე აი ასეთი მაღალ ვიბრაციული პარტნიორი ანუ შემდგარი ადამიანი ანუ განკურნებული ადამიანი ხო ნახე გონება უყურებს რომ ახლა შენ როგორ ეგრევე წამებში მიმდინარეობს რა ეს ყველაფერი ნახე შენ მაგალითად როგორ მოიქცი შენ თავს შენ არ უვლის საკუთარ თავს არ შობელივით არ ზრუნავ საკუთარ თავს სიტყვას აძლევ მერე ღალატობ რაღაცა და არა კაცო არ ეთანხმება იმას შენი გონება რასაც წერ ამიტომ ფუჭი იქნება არ ჯერა ამ ყველაფრის მაგრამ ნახეთ როდესაც წერ და შენი გონება ამბობს რომ კი გუში მაგალითად სიტყვა უთხარი შენ თავს შეასრულე მაგალითად შენ გიყვარს უპირობოდ შენი თავი კი იგივე ვიბრაციაზე ხარ დამაცადე ყველაფერს გავაკეთებ რომ მივიზიდო ის რაც ხარ კიდე მაგალითად რო წერ რო ამბობ რომ აი მე მინდა სიმდიდრე მე მდიდარი ვარ რაღაცა წერე და იკითხე თუ შენი გონება ეგრევე მიდის იმიტომ რომ ესე არის მომართული გესმით რა ვიბრაციაზეც არის და იმას უყურებს შენ ცხოვრებას ეგრევე გადახედავს და აი მაგალითად მე სიმდიდრე ვარ სიმდიდრე ხარ მაგალითად აი მდიდარი ხარ ანუ abundance ანუ მე სავსე ვარ სიმდიდრე სავსე ვარ თუ სავსე ხარ ყველაფერი გაქვს საუკეთესოდ ყველა შეგვერდით არის და თუ სავსე ხარ მაგალითად აბა როგორ მოიქეცი შენ დემენცია მქონე მშობელს მიატოვე რატო უნდა მოვიდეს შენთან ფული ანუ მიატოვე რატო უსაფრთხოდ არ
გრძნობდი, ანუ არენდობოდი საკუთარ თავს, ანუ ის არკე იყო შენი, კი არ გამოასწორე შენი თავი და შეცვალე, არამედ ის გაეკეცი ამ ყველაფერს. ანუ რატო უნდა მოვიდეს ფულს უსაფრთხოების განცდა უყვარს? რატო უნდა მოვიდეს შენთან? ანუ რასაც წერ, ესე იგი ის არ ხარ, წერე და იკითხე. ან კიდე წერ და ის არის თან ფიქრობ, რომ აი ეს მაქვს გაბოსასწორებელი, იმიტომ არის კარგი. რო წერ, ფიქრობ რა გაქვს გაბოსასწორებელი. ანუ ის ოცნებები კი არ უნდა, ოცნებები რა არის რეალურად? კი არა და რასაც წერთ რეალურად რა არის? წერთ არის რა უნდა გახდეთ თქვენ. ანუ თქვენ დაწერთ რა არის თქვენი ოცნება და იქ ჩამოწერეთ როგორი უნდა იყოთ რომ ეს ოცნება თქვენ გქონდეთ. და როდესაც უკვე გახდებით ის, რაც გინდათ, რა ოცნებაც გაქვთ, რაც რა მიზანიც გაქვთ, ხო? უკვე ნიშნავს რომ გაქვთ, უკვე ხართ, უბრალოდ მატერიალისტება. და რადგან ეს სხეული არის მიმართული დაპროგრამებული ნეგატივის გადარჩენისკენ, უბრალოდ დრო უნდა რომ გადაპროგრამირდეს. იმიტომ რომ ცვლით კოდს, ცვლით სისტემას. თქვენ ხდებით შემოქმედი საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თავის. მე მქონდა ბევრი შემთხვევა ასეთი, რომ ბევრს მოუწერია ჩემთან, ან მე მიმწერია, რომ აი რაღაც ინფორმაციებს რასაც მაწვდიან ხოლმე, მე ვასიარებ. და ნახეთ, მაგალითად, ბევრი შემთხვევა მქონია, რომ შვილი არ ყავდა. დადიოდნენ ტაძრებიდან, ტაძრებში რაღაცა, ასე შემდეგ, ბევრი მაგალითად ხელიც კი ქონდა, არა, დანებებული არ ყოფილა, მაგრამ აი და მithქვამს, რომ მიგრძნია. კი, მზად ხარ უკვე და რამდენიმე თვეში რატო სიტყვის ძალა ხალხნო? იმიტომ რომ იმას რადგან უნდა ინიშნოს, რომ უკვე ყავს შვილი, უბრალოდ ბლოკები აქვს და ეს ბლოკები თვითონაც დააწესა საკუთარ თავს. ანუ არასწორ გზაზე არის. გესმით და როდესაც შემოbrunდება და მithქვამს რომ აი ასე დაიჯერა ჩემი არა საკუთარი თავის. აი ბევრჯერ მithქვამს და კი არა და წირავდი და შეთქვი და კიდე გავიმეორებ. იესო. აი გავემატებ. დედარჩემ მაგალითად ყოველთვის აი ახლა მაგალითად რაღაცას აიღებს ხოლმე. საუკეთესო ბედნიერი მე მიყვარხარ შენ. ნახეთ, როდესაც აი სხვა ისე ვითხრა რაღაც ნეგატიური აღარ მეხება, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მე კარგი ვარ. მე ჭეშმარიტ გზაზე ვარ და ნახეთ გაღიზიანებ სხვისი სიტყვები მაშინ, როდესაც გონიათ რომ მართლა ხართ. როდესაც ჭეშმარიტ გზაზე ხართ, აღარაფერი გაღიზიანებთ. ყველაფერი დაგილაგდება. მე ერთოხებთ და ვაბობთ ხო ღმერთიშების როლებს, ღმერთი თქვენში არის, სად მიდიხართ, კაცო? აქ ჩადით. ნახეთ, დედაჩემმა იცის ხოლმე ეს იგივე არის, ესეც ცხოველური არის ხოთა შორის. ნახეთ, დედაჩემმა იცის ხოლმე რომ ის არის რაღაცას რო აიღებს, ეს დემენცია ქონე ადამიანებს აქვთ ესე ბალავენ და რაღაცას რო აიღებს ხოლმე. დედა, აი რო არა მე კი არა ივან. ვიღაცა დედა აი ეს რო თქვა არა მე კი არა იმან სხვაზე გადაიბრალება პასუხისგებლობისგან გაქცევა როდესაც ეს ადვილია და იმიტომ აბართულია ის რო თქვა რომ იცი რა ხო მე გავაკეთე ჩემ გამოხდება ეს ყველაფერი და უმჯობესია რომ იმიტომ რომ ნახეთ თქვენ იცით ჩვენ ინსტინქტურად გრძნობთ რომ თუ გვინდა რეალურად მივიღოთ ის რაღაცა რაც გვინდა უნდა შევიცვალოთ ამას კიდე და დრო ეს რთულია და ადვილი არ არის ვიღაცას რაღაცას წაში ვთხოვოთ აიღეთ საკუთარ ცხოვრებას პასუხისგებლობა შეიცვალეთ გახდით თქვენი მიზანი თქვენი ოცნება და ყველაფერი მატერიალიზდება ტყილად მოვდაწერთ თუ არ ხართ მაინც არ მოხდება გახდით ის რაც გინდათ და ძალიან მალე